აქ შემთხვევით ვინმე ხო არ დაბრუნებულა. მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით, ნუ დაგიბრუნდით. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ, კი, მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ, სულ მცირე. მოკლედ ძალიან მომენატრეთ ყველანი და კარჩე რა, eFootball Mobile-ის შემდეგი ჩელენჯია რა. კარჩე, რა ხდება დღეს, რა ტრადიციულად, რა ხდება დღეს? ეს მე ვითამაშებ Player of the Week-ს challenge, ანუ პლეიერები კვირის პლეიერები. დალაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ, არხი გააქტიურეთ, ზარს გლაკეთ ტრადიციულად და დავიწყეთ, წავ. აი, მოკლედ, ნუ შევედით ჩვენს აკაუნტზეც, რა თქმა უნდა, eFootball-ში და ახლა გაჩვენებთ, აი, ჩემ თიმს გაჩვენებთ იდეაში, პრინციპში. აი, ერთი წამით საჯანდაბაში, აი აგერ. ხო, ნუ აი ესეთი პლეიერები მყავს თიმში. აი, შეგახედეთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის. და ნახეთ რა გადახედეთ. ხო, ამ პლეიერებით მექნება ჩელენჯი და ნუ ჩემი თავარი მისია იქნება ის რომ რავი მოვიგო მატჩი რა, ანუ აი ფრედა რაღაცა, ეგეთი რაღაცები არ მინდა. წავედით ახლა შევიდეთ ჩვენ ესე იგი ივენთებში, ნუ ტრადიციულად სადაც ვთამაშობ, რა თქმა უნდა ვთამაშობდი და ვთამაშობ ახლაც აწ უკვე და მოდი ესპანეთის კლუბები ვითამაშოთ. კი ბატონო. ნუ ლეგენდაზე თავისთავად ეს გუნდი უნდა გადავაწყო ჯერჯერობით. აი ეს Player of the Week. კი ბატონო. და დავიწყოთ მხოლოდ ამ ფეხბურთელებით თამაში. Matchmaking progress, ვნახოთ აბა რომელ გუნდს შევხვდებით და ეს გუნდი არის ლეგანესი. პირველი მატჩი ლეგანესის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. ნუ თუ რაღაცა ისეთი მატჩი იქნა, რა თქმა უნდა, მეორე მატჩსაც ვითამაშებ, ანუ თუ რაღაცა მოსაბეზრებელი იქნა, მაგრამ დიდი ალბათობით მეორე მატჩს ვითამაშებ. ემილიანო მარტინესი არ არის ფორმაში, როგორც ჩანს. და აი, ნუ შესრულებსაც მე გამახორციელებ, ესე იგი ანსუ ფატი და ჯერემი დოკუ არიან ხოძე, როგორც ასეთი. კაი, ნუ დავიწყოთ პირდაპირ ლეგანესთან მატჩში. შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ხო, აი ამდენი ხანი რა თუ უნდა ბიჭო ჩატვირთვას. გამოვიდნენ მოკლედ ფეხბურთელები, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, იწყება ესპანეთის ლა ლიგა, რა იყო არ ვიცი, მაგრამ ლა ლიგის მატჩი ბარსელონა ლეგანესის წინააღმდეგ. ხედავთ, ნახეთ ჩვენ კადრში გამოვიდნენ ფეხბურთელები, აი ზუსტად გაათამაშეს ახლა მათ ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და ეგრევე ჩემ ფეხბურთელები გადავიდნენ შეტევაზე, აქ რაფინიამ ვერ მიიღო კარგად უკან პასი მეკარეზე. ათამაშებენ დაცვაში ბურთს ლეგანესის ფეხბურთელები ახლა თითქოს გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე, თუმცა ჩალხანოღლუ აქ რაფინიამ გაყოლება კალაფიორიზე, აბა მშვენივრად მოძრავს კალაფიორი, ვერ მოძებნა მისი პარტნიორი და ჩალხანოღლუს შორეული დარტყმა იდეალურად ხსნის მეკარე ამ ბურთს. გრძელდება ჩვენი შეტევა, რის ჯეიმსი, აბა რის ჯეიმსის დარტყმა, თუმცა იბლოკება ეს დარტყმულიც. ნახოთ, პედრი რას იზამს ამ მომენტში, ნუ დაკარგა სამწუხაროდ ბურთი და მარველი ქვია ერთ-ერთ მცველს ლეგანესის გუნდში. ხო, მარველი საინტერესოა რაღაც, საინტერესო გვარია, ან სახელი, რა ვიცი. და ახლა უკვე გადმოვიდნენ, თქო უნდა მეთქვა, ჩვენს ნახევარზე, თუმცა ლამინ იამალი კარგად თამაშობდა, თუმცა მბაპემ, ნუ კარგი ჩანაფიქრი იყო, თუმცა განხორციელების რა გითხრათ და აი ზუსტად ახლა ისინი არიან შეტევაზე, ვირჯილ ვან დეიკი ვნახოთ რას მოახერხებს, კარგად თამაშობს ვირჯილ ვან დეიკი. აკან ჩალხანოღლუ, რაფინია დაინახა მან წინ, რაფინია გარბის. აბა რაფინია მიუახლოვდა საჯარიმოს, მშვენივრად მოდიხა იქ ერთი ფეხბურთელი დარტყმა რაფინიასი, თუმცა წდება ბურთი გარს. ნუ მე მეტყობა ხო ძმებო, რომ კომენტატორი და რამე. აი, ლეგანეს რჩება საბოლოოდ ბურთი წინ მოისროლა მეკარემ, რის ჯეიმსი, პედრი, მბაპე, ჩალხანოღლუ, რაფინია, აბა მშვენივრად მოძრაობს ბრაზილიელი, კარგი ფეიქ შოტი ამასობაში, გაყოლება კალაფიორიზე. არა, რატო დავარტყე, რა მინდოდა, აი რა. და კიდევ ისევ ისინი არიან შეტევაზე, ნუ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე, აბა აქ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რუდიგერი მშვენივრად თამაშობს დაზღვევაზე და ჰაგან ჩალხანოღლუ გაყოლება რაფინიას მიმართულებით. რაფინიამ ვერ გაიგდო ბურთი სამწუხაროდ. თუმცა გრძელდება ისევ. აბა, ახალი შეტევა, ახალი შანსი, იმისა რომ გავიდეს ერთი გოლი მაინც. ლუკა მოდრიჩი, აბა ხორვატიელი, ლუკა
ლუკა მოდრიჩი 1-0 გაიხსნა ანგარიში გაიტანა მადრიდის რეალის ლეგენდამ. ლუკა მოდრიჩი გატანილი გოლის ავტორი მატჩის 44 წუთზე. ნუ როგორც ვიცით და როგორც ნახეთ ამ ბოლო ასე რომ ვთქვათ, ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალიდან გადავიდა მილანში, თუმცა ის მაინც ითვლება მადრიდის რეალის ლეგენდად. თუ არ ვცდები 2013-დან იყო ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალში, 2025-ში მგონი თუ 24-ში. იგი გადავიდა მილანში და ნუ მაინც რა თქმა უნდა კარიერის ბოლოს დიდი ალბათობაა იმისა, რომ კარიერა დაასრულოს მან მილანში. ამასობაში 1 წუთი დაემატა პირველ ტაიმს. ნუ არც არაფერი განსაკუთრებული. 1-0 შეიძლება ითქვას, რომ ლუკა მოდრიჩმა გასახდელში გაატანა ლეგანესის ფეხბურთელებს ეს გოლი. კი, შეიძლება თავისუფლად ეგრე ითქვას. და ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა მოხდება, მოახერხებს თუ არა ლეგანესი გათანაბრებას ანგარიშისას და ნახოთ უკვე ბარსელონაც გაზრდის თუ არა ამ ანგარიშს. რის ჯეიმსი ამასობაში შვენივრად მიიწევს ინგლისელი მარჯვენა მცველი, აბა რის ჯეიმსის შორეული დარტყმა ისევ ძელს ხვდება ბურთი. კალაფიორი პირდაპირ ჩააწვდის, რა თქმა უნდა. თუმცა ნუ აი აქ მაგრატელა მინდოდა. რატომ ვერ დაარტყა მაგრატელა და არ ვიცი, მაგრამ პედრი აბა მშვენიერია, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ისევ მოკლედ ისევ ნახევარ კი არ და ისევ ძელს ხვდება ბურთი. 52-53 წუთია ამასობაში მატჩისა. 1-0 მოდრიჩის გოლით გახსნა ანგარიში ბარსელონამ, თუმცა ამჯერად უკვე ჩვენ გვრჩება ბურთი. რის ჯეიმსი ბურთთან. აბა პირდაპირ ჩაწვდის დიდი ალბათობით კელიან მბაპე. ნუ ვერ მოიგო თავური ორთაბრძოლა კელიან მბაპემ და ახლა ისევ ნუ რა თქმა უნდა უჭერთ თავისთავად ჩალჰანოღლუ აქ რა კარგია გაგდებაზე, აბა ჰაკან ჩალჰანოღლუ, თუმცა ვერ შეინარჩუნა ბოლომდე ბურთი. ხო უჭერთ თავისთავად ახლა ლეგანეს. გადმოდიან თითქოს ჩვენს ნახევარზე, თუმცა აი ისევ ვიბრუნებთ ბურთს. ლამინ იამალი ბარსელონას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი და ასევე კილიან მბაპე მადრიდის რეალის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი. რუდიგერი, ჩალჰანოღლუ, თუმცა არაფერი არ გამოგვდის ჯერჯერობით. და ისევ რუდიგერი, ლუკა მოდრიჩი გატანილი გოლის ავტორი, თუმცა აქ უშვებს უკვე შეცდომას და შეიძლება დაჟილიყვნენ. თუმცა აი მბაპე, პედრი, ლამინ იამალი კარგი გათამაშება, შემოგთავაზა ბარსელონამ, აქ მარსელი თარნი არ მინდოდა, დაბლ თაჩი მინდოდა, თუმცა სამწუხაროდ ლამინ იამალმა გააკეთა მარსელი თარნი. აბა კალაფიორი მშვენივრად თამაშობს კალაფიორი. ძალიან კარგი მარცხენა მცველია. აბა აქ ერთ შეტევა აქვს ახლა ლეგანეს. კარგი შეტევა ლეგანესის 1-1 გათანაბრა ანგარიში ლეგანესმა მატჩის 70 თუ მე-11 წუთზე და ამასობაში ახლა შეცვლილებს უნდა განვახორციელო უეჭველი. მოდი ანსუ ფატი შემოვიყვანოთ. ჟერემი დოკუ და კიდევ პრინციპში მეტი რა ვიცი ვინ აბა. მოდი სალა შემოვიყვანოთ აქეთ. აი ესე მერინოზეს არ ვიტყოდი უარს, ხო, მერინოზეს არ ვიტყოდი უარს, პროსტა ეს შემოვიყვანოთ. ან ორი წამი გნაბრის შემოვიყვან პედრის ნაცვლად. მადლობა პედრი, ხო. და აი ესე ორ ნახევარმცველად ვათამაშოთ მერინო და ლუკა მოდრიჩი და გნაბრი ვათამაშოთ შემტევზე. კი ბატონო, აი ესეთი სრულებები განახორციელა ბარსელონამ, ჰანსი ფლიკმა. ესე იგი გავიდა კელიან მბაპე, შემოვიდა ანსუ ფატი, გავიდა რაფინია, შემოვიდა მის ნაცვლად ჯერემი დოკუ, ხო. გავიდა პედრი, შემოვიდა მის ნაცვლად გნაბრი, გნაბრი და ასევე შემოვიდა მერინო და მუჰამედ სალაჰი. კი ბატონო. აი, ნუ აქ კარგი მომენტი ჰქონდა მერინოს, აი ზუსტად შორეული დარტყმით, თუმცა მოიგერია მეკარემ და იქნება კუთხური, რომელსაც მოაწვდის ბარსელონა. აბა ლუკა მოდრიჩი ბურთთან მოახერხებს თუ არა ბარსელონა ამ მომენტის გამოყენებას. აბა გათამაშება იქვე ჟერემი დოკუ, მუჰამედ სალაჰი გაიტანა ეგვიპტელმა ფარაონმა. აბა რა 2-1 გახდა ანგარიში. მატჩის 75 წუთზე მუჰამედ სალაჰი ხდება მატჩის გმირი შეიძლება ესეც ითქვას და რა თქმა უნდა მისი ტრადიციული აღნიშვნა გაიტანა მართლაც რომ ეგვიპტელმა ფარაონმა. ეგვიპტის ერთ-ერთი და განუმეორებელი მოთამაშე ეგვიპტის ნაკრებისა.
ნახოთ განმეორებთ ეს მომენტი რა თქმა უნდა. აი აქ კარგად დაუგორა დოკუც რა თქმა უნდა შევაქოთ ამ მომენტში, მშვენივრად დაუგორა სალაჰს და სალაჰმაც გაიტანა და გახადა ანგარიში 2-1. მშვენიერი იდეალური გადასარევი გენიალური. აი ახლა უკვე ნელა იძაბება კიდევაც სიტუაცია გნაბრი, კარგი იყო ამ მომენტში, ანსუ ფატის ბრწყინვალე პასი ჟერემი დოკუს მიმართულებით, აბა ჟერემი დოკუ რას მოიმოქმედებს, ჟერემი დოკუ! ბრავო! შვენ გაიხსნა ბარსელონა, გაიხსნა აი ამ ერთი გოლის შემდეგ. მუჰამედ სალაჰის გოლის შემდგომ ჟერემი დოკუმაც ზუსტად მე რამდენ წუთში ნახოთ აბა ზუსტად 3-4 წუთში მოახერხა გოლის გატანა. ძალიან კარგად მიდის ბარსელონა. 3-1 ამარცხებს ლეგანეს და უკვე ლეგანესის მოგების შანსებიც უფრო და უფრო მცირდება 93 წუთი მატჩისა. და არ ვერ შემოვიტყვე კარგად აქ ჩვენი აბურთი საბოლოოდ რის ჯეიმსი ბურთან სალაჰი, ლუკა მოდრიჩი, სერჟ გნაბრი. კარგი გაყოლება სალაჰის მიმართულებით, ნახოთ აბა მოახერხებს თუ არა ბარსელონა მე-4 გოლის გატანას თქო უნდა მეთქვა, თუმცა აქ ძალიან სულურად ვიმოქმედე. უფრო კარგი რამ იქნებოდა რომ სალაჰი ჩასულიყო და თვითონ რაღაცა ექნა, თუმცა აქ ვან დაიკი, ვირჯილ ვან დაიკი ერთ-ერთი საუკეთესო და ფავორიტი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ფავორიტი და ალბათ ბევრისთვის მცველი. გნაბრი რა კარგია აქ ჩახვევა. კარგად ითამაშა გნაბრი მიქ რა კარგად მოტეხა. ფეხბურთელი თუმცა ვერ მოახერხა გოლის გატანა. კაი. ნუ დავაბალანსოთ რა თქმა უნდა შეტევაზე არც გვინდა გადასვლა 6 წუთი დამატა თავარ დროს არბიტრმა და აბა აქ კარგი მომენტი ქონდა. ვიზიულან დაიქს, თუმცა ვერ გამოიყენა ეს მომენტი რუდიგერი, რის ჯეიმსი. წინ გავისროლოთ. სალაჰი კარგად მიიღო ეგვიტელმა, თუმცა აქ კარგი პასიც არ იყო, ანუ ზუსტი პასიც არ იყო და აქ რა შეცდომა შეიძლება ახლა მე-4 გოლი გაიტანოს აქ ბარსელონამ, აბა სალაჰი რა კარგად გაიგდო, თუმცა ვერ მოასწრო მაინც, მაგრამ ნუ ეს 3-1 შეიძლება ითქვას, რომ დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო ბარსელონამ ლეგანეს და ჟერემი დოკუს ხედავდი იქ კადრში, ალბათ ის გახდა მატჩის MVP, საინტერესოა ძალიან და მოდი პირდაპირ რატომაც არა ვითამაშოთ მეორე მატჩი. კი ბატონო, ლეგენდაზე თავისთავად. ცოტა ხანი შევიშვენებ ძმებო და ცოტა ხანში დაგებრუნდებით რა. კაი, შემდეგი მატჩი ლეგენდაზე თავისთავად. დაგებრუნდით მცირეხნიანი პაუზის შემდგომ და ვნახოთ აბა რომელ გუნდს ხვდება ბარსელონა. ანუ ესე იგი ჩემს თავთან მომიწევს დღეს დაპირისპირება. აუ კარგი რა. რატო? აი რატო? რაღა მაინც აი ამათან რატო და კარგი შემოკლეთ რა. ძალიან არ მინდა, მაგრამ ნუ არანაირი დანდობა რა, ანუ ეხლა ეს ჩელენჯია, ჩელენჯის ასრულებელი მაქვს, ნუ შეიძლება და ბარსელონა რომ ამოსულიყო და რა თქმა უნდა ამასაც ვითვალისწინებ. თავისთავად, ნუ გრიმალდო ხოძე არის, სალაჰიც ხოძე არის, ასე თუ ისე. და ხო, ესე იგი, ნუ ის ფეხბურთელები ვინც არ შემომიყვანია წინა მატჩში, ამ მატჩში შემოვლენ რა თქმა უნდა. მათ შორის არის კრიშტიანო რონალდუ, თავისთავად, ეს ამახსოვრო ფოტოც. და ვინისიუსიც არის ხოთა შორის ალბათ გრიმალდოსაც შემოვიყვან, არ ვიცი, ნახოთ რა მოვლით. კაი, მოგესალმებით ისევ და ისევ ძმებო. ნუ ჩემ თავს ვეთამაშები, ესე შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ბარსელონაო მივიდა და ჩემ საყვარელ გუნდს მე რო ვეთამაშები. ნუ რა თქმა უნდა არანაირი დანდობა არ იქნება, რა კარგი შეტევა აქვს ბარსელონას ეგრევე, თუმცა მოახერხა ემილიანო მარტინესმა ამ ბურთის მოგერიება. ემილიანო მარტინესი როგორც გახსოვთ 2022-ის სოფლიოს ერთ-ერთი სოფლიო ჩემპიონატის უბრალოდ ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე იყო. და ნუ რა ვიცი, აი ეხლა ნახდათ აი იშვიათად ვადევნებ თვალყურს, სიმართლე გითხრათ, ემილიანო მარტინესის თამაშებს, ნუ ხშირ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე, უფრო ხშირ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე, ესე ვიტყვი მოდი. და ნუ ხო რა, არ ვიცი ეხლა ნამდვილად მე ნაკლებად ვიცი როგორ თამაშობს ახლა. კაი, ნუ აქ პირველი შეტევა, პირველი ესეთი
ნაღდი შეტევა კილიან მბაპე. როგორ ვერ მოახერხა ახლა ფრანგმა და მესმის მწვრთნელის რეაქციაც რა თქმა უნდა ამ მომენტთან დაკავშირებით. აი აქ როგორ ვერ გაიტანა მბაპემ. ისე შეიძლებოდა რომ აი მაგალითად ქუსლით რო დაერტყა, უფრო შეიძლებოდა რომ რაღაც ექნა, რაღაც. ამასობაში 23 წუთი მატჩისა ლამინი ამალი მშვენივრად თამაშობს აქ ესპანელი. აბა, ჩალჰანოღლუ დარტყმა ჩალჰანოღლუსი და გაიტანა თურქმა. ჩალჰანოღლუ გატანილი გოლის ავტორი მატჩის 25 წუთზე, რა თქმა უნდა განმეორებას არ ვისამ, ჩემი გუნდის წინააღმდეგ თავისთავად. კი ვნახეთ როგორი გოლის გაიტანა ჰაკან ჩალჰანოღლუმ. გაიხსნა ანგარიში და ახლა აქ ჯარიმა. კალაფიორი თამაშობს უხეშად რაფინიას წინააღმდეგ. მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა საჯი არბიტრი. ნახოთ განმეორებთ ეს მომენტი აუცილებლად. რა თქმა უნდა იყო ჯარიმა. და ვნახოთ აბა რას მოიფიქრებს ახლა აქ ბარსელონა, როგორ გაათამაშებს ამ ჯარიმას, ჩაწოდება პირდაპირ ლევანდოვსკის მიმართულებით, თუმცა არ გავიდა ეს პასი. კილიან მბაპე, აქაც ინიშნება ჯარიმა, როგორც ის მცირე შეხებაზეც, რაღაცა ისეთ შეხებაზეც eFootball-ში რატომღაც ინიშნება ჯარიმა, არ ვიცი რატო. და აბა ანტონიო რუდიგერმა, სისულელეს ვიზამ რა. სისულელეს ვიზამ, პატარა სისულელეს ვიზამ და ჰაკან ჩალჰანოღლუს დავარტყმევინებ აი აქედან. ჰაკან ჩალჰანოღლუს დავარტყმევინებ აი აქედან. აი, არ მაინტერესებს ბრატ. წავით და კაუშვათ წინ პირდაპირ. ეს რაღაცა უაზრო ჯარიმა იყო. ისე წარმოიდგინეთ ვებო ხა ეს რაღაცა ბაგი რო ყოფილიყო და ჟუან გარსიას რაღაცა ხელებში რო გაძრევნოდა იგურთი და გოლი რო გასულიყო. საუკეთესო გოლი იქნებოდა ალბათ ჩემი eFootball-ის და PES-ის ისტორიაში. აქ ფერან ტორესი მშვენივრად თამაშობს, თუმცა ლევანდოვსკი ვერ ნარჩუნებს ბურთს, აქ რუდიგერიც იგივე შეცდომას უშვებს და დე იონგის ასევე იგივე შეცდომას უშვებს. ძელდება ისევ ბარსელონას შეტევა, დანი ოლმო, ლევანდოვსკი, პედრი, კარგი ჩანაფიქრი იყო, სხვათა შორის სიმართლე გითხრათ, თუმცა ვერ განხორციელდა ეს ჩანაფიქრი. ლამინი ამალი აბა დაიძრა, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, ლამინი ამალი, მისი გუნდის წინააღმდეგ ლამინი ამალი ჟოან გარსია პირდაპირ ხელებში იღებს ამ ბურთს. კარგად ითამაშა აქ ლამინი ამალმა და რა თქმა უნდა შევაქოთ არ ვიცი რა არის. ჟოან გარსიაც თავისთავად უკან პასი, ისევ ათამაშებენ დაცვაში, ბარსელონის ფეხბურთელები ანდრეას კრისტენსენი, პედრი, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი, ფერან ტორესი, გამოვა თუ არა შეტევის განხორციელება ფერან ტორეს. აბა, გადაუვიდა სამწუხაროდ ბურთი. 2 წუთი დაამატა პირველ ტაიმს თავარმა არბიტრმა აწიმალი დასრულდება კიდევაც. დიდალბათობით გავათამაშებთ და დასრულდება. ხო? კი ბატონო, დასრულდა პირველი ტაიმი 0-1 მინიმალური ანგარიშით ამარცხებს ჩემი გუნდი ბარსელონას. ნახოთ მეორე ტაიმში რა იქნება 64-36-ზე ბურთის ფლობა საინტერესოა ძალიან. ნახოთ მეორე ტაიმში რა იქნება. თქვენ იქამდე შეგახსენეთ ძმებო რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო აუცილებლად გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარზღი ლაკი. უღრმესი მადლობა ყველას წინასწარ. აბა, მოდრიჩი და იონგის ორთაბრძოლა ვიხილეთ ჩვენ. ვირჯილ ვან დაიკი კარგად თამაშობს, როგორც ტრადიციულად. თუმცა ისევ გრძელდება ბარსელონას შეტევა. რაფინია მშვენივრად თამაშობს, პედრი ისევ რაფინიას მიმართულებით. აბა, ბრაზილიელი რას მოიმოქმედებს, რაფინია კარგია, ჩაწოდება, თუმცა ვერ ხერხდება სამწუხაროდ ფერანი. ვერ მოახერხა ლევანდოვსკიმ, მოახერხა ფერან ტორესმა. გაათანაბრა ანგარიში მატჩის 52 წუთზე და ნახოთ ძალიან კარგი გოლი გაიტანა, რაც ვერ მოახერხა ლევანდოვსკიმ, მოახერხა ფერანმა. 1-1 მატჩის 50 წუთზე და ახლა მჭირდება შეცვლები. ის ფეხბურთელები, რომლებიც არ გამომიყვანია წინა მატჩი თავისთავად ახლა გამოვლენ. ეს Son Heung-minიც, ვინისიუსიც რომ მინდა. მოდი ვინისიუსის მინდა რომ გამოვიყვანო და აქ ვერ თამაშობს. კაი, მოდი მაშინ ფერმინს გამოვიყვან მე. ვერცამი ფერმინს გამოვიყვან. და აქ საბოსლაი იყოს, კი ბატონო. ფერმინი მოდი იყოს აქა და შეუცვალოთ ამათ ადგილი, არა? კაი.
ნუ ესე იყოს რა, მოკლედ ვინისიუს ძალიან დიდი ბოდიში მაპატიე, მე შეიძლება რავი შემოგიყვანო შემდეგ მატჩში ალბათ, რა ვიცი. ხო, იმიტომ რომ მე მირჩენია რონალდუ შემოვიყვანო. მესისთან ერთად რა თქმა უნდა, თავარი გოუთი ფეხბურთისა, მესისთან ერთად თავისთავად. და ვნახოთ აბა რას მოახერხებენ ეს შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები. რუდიგერ ნახეთ სად არის წამოწეული ერლინგ ჰალანდი, რონალდუსკენ პასი, თუმცა ჟულეს უნდა თამაშობს იდეალურად. აბა ერლინგ ჰალანდი ისევ გრძელდება შეტევა, ისევ ჟულეს კუნდე. პედრი. თავენ ნახევარზე არიან ჯერჯერობით, ბარსელონას ფეხბურთელები. აი ახლა უკვე გადმოიტანეს ბურთი ჩვენს ნახევარზე. რაფინია. კარგი პასი დანი ოლმოს მიმართულებით, რობერტ ლევანდოვსკი. რა კარგად იცავს ემილიანო მარტინესი. ბრავო! ძალიან კარგად ითამაშა ახლა აქ. არგენტინელმა მეკარემ, თუმცა გრძელდება ისევ მათ შეტევა. ლევანდოვსკი. ისევ ემილიანო. კარგად, აი, წინვალი თამაშობს არგენტინელი მეკარე. ფრენკი დე იონგი, ფერან ტორესი. აბა გრძელდება ისევ ფერან ტორესი, რა კარგად თამაშობს ფერან ტორესი. ძალიან ცდილობს უკვე ფერან ტორესი. ძალიან კარგად დაიწყო მან თამაში. დაიქოქა ესე რომ ვთქვათ. და ისევ ბარსელონას შეტევაში აბა ფერან ტორესი ისევ ალბა. ნუ ემილიანო მარტინესმა აქ ეს ბურთი მარტივად აიღო. პირდაპირ გაუშვათ რონალდუს მიმართულებით, აბა კრიშტიანო რონალდუ, ნუ ვერ მოასწრო გაგდება. ლევანდოვსკი, პედრი, რაფინია. 75 წუთია ამასობაში. რაფინია, კარგი პასი, რა კარგად აინახა პედრი, რა შეტევა იყო. აი ეს ლევანდოვსკის რომ დაებოლოვებინა მშვენიერი, აი ბრწყინვალე შეტევა იქნებოდა ძალიან. თუმცა სამწუხაროდ ვერ მოახერხა ლევანდოვსკიმ ამ შეტევის დაბოლოება. ძალიან კარგად გაითამაშეს ახლა იქ. და ისევ გრძელდება რაფინია, რას უშვება კალაფიორის. რუდიგერი რონალდუსკენ პასი, თუმცა ისევ ინარჩუნებენ ბურთს. აი გრძელდება ისევ აქტიური შეტევა ვან დაიკი გამოაქვს ბურთი. რა ხდება? როგორ ვარდება ჩემი გუნდი და როგორ აი ესე წამოვიდა, ესე იგი დაუნდობელი არის ბარსელონა მეორე ტაიმში. დაუნდობელია მეორე ტაიმში ბარსელონა. ლევანდოვსკი, დანი ოლმო ისევ თუმცა რის ჯეიმსი. კარგად თამაშობს აქ ვან დაიკი, კალაფიორი. რონალდუსკენ პასი, ფერმინ ლოპესი, აბა წამოვედით შეტევაზე. ფერმინი თავისი გუნდის წინააღმდეგ, სობოსლაი, დომინიკ სობოსლაი, დარტყმა სობოსლაის! 2-1! მატჩის დამატებით წუთზე სობოსლაი იტანს გოლს და ხდება მატჩის გმირი. ბიჭო, ეს რა თამაში იყო. აი გრძელდებოდა ბარსელონას შეტევა, დაუნდობელი იყო თითქოს ბარსელონა მეორე ტაიმში ეთხოვოდა, თუმცა სობოსლაიმ დამატებით დროში მაინც მოახერხა და გაიტანა და მოუტანა სამი გოლად ჩემს გუნდს. აუ ეს რა თამაში იყო. დასრულდა მატჩი 2-1. ჩემმა გუნდმა დაამარცხა ბარსელონა მატჩის 91 წუთზე. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, სიმართლე გითხრათ და მომენატრეთ, აი მართლა ძალიან მომენატრეთ. მოკლედ, აი როგორც კი მოახერხებ, როგორც კი შევძლებ რა, ვიდეოებს გამოუშვე თქვენკენ. ძალიან დიდი ბოდიში არ მიწყინოთ რომ მაგვიანდება აი ფაქტი. და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღელაკი და მე კი ზღანამ შენია რომ დაგემშვიდობოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.